ეს კერძი ბებო-მწლების წინ სახლში არსებული ინგრედიენტებითა და ჩანახის ინსპირაციით შექმნა და მას შემდეგ ოჯახში ღირსეული ადგილი უკავია. მე წინასწარ ყველაფერი გავამზადე და მოდი ავაწყოთ ერთად. გამოსაცხო ფორმაში პირველ ფენად გადმოვიტანოთ უკვე გამზადებული ფარში, რომელსაც დავამატებ მოხარშულ კარტოფილს, მრგვალ ნაჭრებად შემწვარ ბადრიჯანს, გაფრცქმნილი პომიდორის ნაჭრებს, მწვანე და წითელ ბულგარულს და დიდი რაოდენობით ხავსს. ცოტა ხნით გვერდზე გადავდებ და მოვამზადებ მოსასხმელ მასას. ერთმანეთში გადავურევ პომიდორის წვენსა და ტომატს, რომელსაც დავუმატებ ნიორს, მარილს, ცოტა ზეთს და მოსასხმელი მასა მზად არის. დავუმატებ ფენებად აწყობილ კერძს, ზემოდან მოვაყრით დიდი რაოდენობით ქინძსა და რეჰანს, მარილი და წიწაკა გემოვნებით, გადავფუთავ ალუმინის ქაღალდში და გამოვაცხობ ღუმელში სრულ მზაობამდე. აუცილებლად მოამზადეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ.